მივესალმო ჩემ გამომწერებს. დღეს მინდა რომ ვისაუბრო ისევ შექმნილ უსამართლობაზე და რაზე, იცით? კონკრეტულად რაზე. აი ეს უბედურება რო გჭირს ქვეყანაში. და ამათ რო შეკითხვა, ზევით მგონქურომებს ყველაფერი დალაგებულია და იდეალურადაა ყველაფერი. მარტო მაგათთვის. ბიჭო, სოციალურ თანასწორობას რო შეკითხო, ბადალი არ აყავს თქვენ სოფლიოში, ისე ვართ აშენებული და გაჭირვებულ პენსიონერს 36 ლარით უმატებენ პენსიას და თვითონ ეს გორილის მსგავსი ნაბიჯვარი პაპუაშვილი 7885 ლარით იმატებს ხელფას. მარტო ხელფას თუ არა, პენსიასავით იქ რა ფული მიდის კიდე სხვა საკითხავია და სხვაგან გასარჩევი თემა არის. თქვენ დედაატირებულებო, თქვენ არა ადამიანებო. აფრიკაში ტომები რო ერთმანეთს ჭამენ, მე ღრმად მწამს კაცო ამისი, რომ იქაც კი ასეთი უთანასწორობა არ არის სოციალური, სადაც თქვენ უბრალოდ ქართველ კაცს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ. აი ფილტვებიდან ჰაერი რო გამოუშვას ქართველ კაცს მაგის საშუალება არ აქვს თქვენს გადამკიდე რა. და ამასობაში რას ქმნით სამაგიეროდ, რას აკეთებთ, რას იძლევით. საახალწლო თითქოს რო გვექეიფება, თითქოს რო აწყობილი გვაქვს ცხოვრება, თქვენ მართლა ამ ნუცა ბოზალაძეს და მისნაირ ჩატალახებს რა. უხდით 18000 ლარს რაღაც აღმოსავლეთში ერთ კონცერტში, მე დასავლეთში გადაიყვანთ, იქ აჩხავლებთ 25000 გადაუხდით. მე კიდე რაღაცა ჩაიყვანთ იქ სამხრეთ საქართველოსკან და აკნავლებთ ბოზიქალებივით და იქ გადაუხდით 20000. 18000, 20000, 25000 და რაში? იმაში, რომ თქვენ შექმნათ განწყობა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და თქვენ მართლა გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, საქართველო რო ქვია? კი, თქვენთვის არის, რატომაც არ არის. რატომაც არ არის, გეკითხებით. რაღაცა ხელფას, რომელიც რამოდენიმე ნოლით არის, აი 3000 სიტყვაზე, ხო? რომ მიამატებ 7886 ლარს. რა თუ არ იქნება ერთი კაცისთვის იქ იმ გარემოში ყველაფერი კარგად, სადაც პენსიონერის პენსია არის 300 ლარამდე 250 ლარი მაგალითად. ახლა მე გეკითხებით აქედან, რა ვიცი, ვინც ახლა ბევრი ხართ, სახელგვარებით რო არ ჩამოთვალო. ჩვეულებრივი ვიკითი ბოზები კი არა, აი სტაჟიანი ბოზები ვინც ახართ, ხო ხართ კაცო, ასეთები ბევრი ხართ. აი მაგალითად გამправებლები რო ხართ კაცო. გამправებლები რო ხართ და როგორი გამправებლები ხართ, იცი? რო შეგეკითხოთ ვიღაცამ, აი კულტურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მუსიკა, ყველაფერი რო გესმით რა, კინემატოგრაფია, თეატრი, რა ვიცი, ბევრი. ძალიან ბევრი ცხიმი რო გაქვს ცხოვრებისგან მიღებული. შეგიძლიათ ამიხსნათ? მე არ ვიცი, არ მესმის. შეიძლება მე ისე ვერ ვისწავლე სკოლაში უმაღლეს მათემატიკას არ ვამბობ რა. თუმცა მაგი ნასწავლი მაქვს უნივერსიტეტში. დავანებოთ ამას. შეიძლება მე მსხვერპლი ვარ იმ განათლების სამინისტროსი, რაც იყო და ვერ ვთვლი ამასა, უდაბლეს დონეზე ვერ ვთვლი ამას, უმაღლეს რო არ შევეხოთ. როგორ უნდა იყოს საქართველოში დაკარგულ, გაუბედურებულ, ჯანმრთელობა მომსპარ ადამიანს პენსიონერი რო ქვია 350 ლარი. უკეთეს შემთხვევაში აიღე 450 ლარი. ესეთი ხო ბევრი არ არის. 350 ლარზე ზის უმრავლეს შემთხვევაში ადამიანი ერთი ბენეფიციალი პენსიაზე რა. ის 70-ს თუ გადაშორდი და რაღაცა გიმატებთ. არ გიკარგავთ არაფერს, ხო ვამბობ 450 ლარი. როცა თქვენი პენსია, როცა თქვენი ხელფას პენსიაზე რომ პარლამენტარის პენსია ძალიან დიდია. მაგრამ ხელფასი რო თქვენი აი 7886 თუ 85 ლარს რო კიდე დაუმატებ იმას, რაზეც დაამყანით ეს ნამატი. ჯამში ხო გამოგდით, ბიჭო?
რა ვიცი 10000 დებაზე ვითხოვ თქვენი პირდაპირი შემოსავალი, ლეგალური შემოსავალი. მე ხო არ ვლაპარაკობ არალეგალურ შემოსავლებში. იქ კალონკები გაქვს გახსნილი ზოგს ერთ ბინაში 17 კორპუსი გაქვს, 17 ისა გაქვს ერთ კორპუსში ბინა ნაყიდი და ასე შემდეგ. თქვენ სიღრმეში ხომ მიგდით ფესვები ხომ მაგრად ჩაულობთ ქართველი ერის ეკონომიკაზე. ხო და როგორ უნდა ეყოს უბრალო ადამიანს ეს 450 350 ლარი გადასახადებში დენი წყალი გაზი რო გადაიხადოს ხო უნდა გადაიხადოს ამას რო თავი დავანებოთ ალიმენტარული პროდუქტისთვის საკვები პროდუქტისთვის როგორ უნდა ეყოს მინიმუმ პური ლობიო რო იყიდოს თუნდაც როგორ უნდა ეყოს რაღის ლობიო რო არიგებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევნებზე მაშინ იყო ძვირი და მაშინ გაყიდა ხალხმა ხმა თავისი მარნეულის კარტოფილზე და ლობიოზე და ეხლა რაღის მის ზურაბიშვილი ხო გაუშვით ეხლა ყლაველაშვილი ხო მოიყვანეთ აი როგორ უნდა იყოს ხალხს ეს შეგიძლიათ ამიხსნათ რაღაცა იმაზე არ ვლაპარაკობ რომ რაღაცა ისეთი კალორიული თემა მიირთვას ადამიანებმა რომ მაგისთვის იყოს რაღაცა გამორჩეული და სადღესასწაულო მით უმეტეს იმისა ამდენი დღესასწაული გავიდა და კიდე ქართველებს ორმაგათა გაქვს ეს დღესასწაულები და კიდე გაევლის ბევრი თქვენ რას აკეთებთ რა ნუცაბუზალაძეთი გააძღებთ ბიჭო კარგი ჯანდაბას დაანებეთ ამ საკვებს თავი დაანებით თუმცა ადამიანი ჰაერზე არ არსებობს ხო კარგად იცით ხო თქვენ ელემენტარულს გეკითხებით რა ჯანმრთელობა ადამიანმა აი ხო რავი აბა ასაკში რომ მივალთ ყველა თუ გინდა კაი ქვეყანაში იცხოვროთ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ექსპლუატაცია რო გადის მერხი ფუჭდება სკამი ფუჭდება მაგიდა ფუჭდება და ადამიანის ხეული არ მოირღვევა არ გაიცვლება მით უმეტეს აი თქვენაერი მთავრობები და ხელისუფლებები რო ეყოლება სანერვიულო ცოტა იქნება ადამიანს იმან წამალი ხო უნდა იყიდოს მე ახალგაზრდა კაცი ვარ ხო 1-2 შევერცხლით მამა გაგდა ჯანდაბას მაგრამ და ისიც თქვენ ქვეყანაში არ ცხოვრობ სადაც ვიცხოვრე და დავკარგე ჯანმრთელობა ჯარში და გამაუბედურეთ კიდე რა ეგ სხვა თემა იყო მაგრამ აი მოხუცკაცებ ლაპარაკობ რა რომელიც მივიდა საპენსიო ასაკამდე და ჭირდება აი ნაუმარია ვთქვა და ხო რამდენი ადამიანია რომელსაც ხეულში ტყვიები აქვს და ისა კიდე ეს სპეცკატეგორია ხო არის ქვეყანაში 70000 ვეტერანზე მეტი ხავს კაც ქვეყანას და გამოკვლევა უნდა და ის გაშუქება უნდა და რაღაცა უნდა და კაი გააშუქე დაუსვი დიაგნოზი და მე სად უნდა იმკურნალოს წამალი ხო უნდა იყიდოს კატასტროფიული ფასები რო გაქვთ ყველაფერზე დადებული და რა ვიცი რეგიონში ეთყობა ისეთი სახელმწიფო რო ვართ რომ არსად არ მოიძებნება სხვა ამნაირი იმიტომ რომ იქ უსუფაშვილის და ხიდაშელის ბიზნესი არის ფარმაკოლოგიური აი ეს მთელი უბედურება თუ ერთბაშად ისეთი სოციალური პროექტები გაქვთ რომ ადამიანმა სახლი თუ ვერ იყიდა უსახლოდ არ დარჩება გარეთ და სახელმწიფოს აქვს ამდენი სახლი შენდება ბათუმში ამდენი სახლი შენდება თბილისში სახელმწიფოს თავის სოციალური პროექტი სადა რაში აქვს ჩადებული რომ ვეტერანს აძლევს დამსახურებულ პენსიონერს გადასცემს შეღალათებს გაუკეთებს თუ რას იზამს სადა ხართ თქვენ სახელმწიფო დამანახეთ მე ქაღალდზე რო ხართ კი ვიცი მაგრამ ისე სადა ხართ თქვენ დედამოწყნულებო პაპუაშვილისთვის არის მარტო ეს სახელმწიფო და ნაცებისთვის არის ეს სახელმწიფო მარტო არ ვლაპარაკობ მარტო კოცებზე გადახედეთ და ფუი თქვენი დედა მოვტყარ ნაცების მინისტრები ვინც ახართ ეს შაშკინები და ისინი შეხედეთ ერთი შორიდან თუ არ გინახიათ მაგათი სახლები და მაგათი კარები აი სახლს ვერ შეხედავთ ხალხო იმხელა გალავანი არტყია სახლს თუნდაც აი ზორი აიღეთ გამიგე უბრალო ჭანჭიკი რო აქვს სახლში დამაგრებული იმ ჭანჭიკის ფასი $500 და რა იქნება თვითონ სახლი ერთ სახლზე მაგ ლაპარაკი თუ არა იქ სხვა სახლები გაქირავებულია გაგერ აზერბაიჯანის ელჩზე ირანის ელჩზე და ასე ადამიანებზე თქვენ გესმით რა ხდება ქვეყანაში თქვენ გესმით რამ ხელა უბედურებაში ვცხოვრობთ ჩვენ თქვენ გესმით სად მივექანებით ჩვენ გამოგიყვან დაგერ ნუსაბუზალაძეს ტრაქს გაგიქანავებთ გადაუხდის 25000 და გაძეხი ქართველუერო შენი დედაც მოტყან თუ არ გაძღები აი ეგეთი ლოგიკა აქვს თუ კმაყოფილი არა ხარ ნუცაბუზალაძე გიწეკვებს აგე წავიდა იქ და ვიღაცა ახალგაზრდა მოყვირა რომ ნაყიდი ხარ ასეთი ხარ ისეთი ხარ და ერთი ამბავი ატეხა იმ ნაბოზვარმა სცენა მართლა ბოზალაძემ რო ისაურა ქვია მეო თქვენი სახელითო რომელი ჩემი სახელი შედედა მოწყნულო შენ ხან რუსეთში დაძრუებოდი ხან ამერიკაში დაძრუებოდი რაღაც ტრაქს აიმ ათამაშებდი იქ და ფულ შოულობდი ხან ერთ მხარეს ხან მეორე მხარეს და მე ჩემი სახელი მე რა შუაში ვარ ჩემი ქვეყანა რა შუაშია
დაჭირდათ ეხლა კოცებს იყენებენ ყველა დირკაში მე ამერიკაში კონცერტები გავაუქმე აი პროსტო აი როგორი ისეყავთ რა ქვია პროპაგანდონები რა კონცერტები კი არ გააუქმა ნიუ-იორკში არავინ არ მივიდა მაგის კონცერტებზე და იძულებული გახდა კოცების 25000 აიღო შენი დედა მოვთხან უცაბუზალაძე აი ეგრე გეტყვი რა შე ვიღაცა მეტყვის მე რატო იგინები ვიგინები კი არა 24 საათი თუ რამე ცუდი შეიძლება იძახონ ვინმე თქვენ მიმართულებით ეს უნდა აკეთოს თითეულმა ქართველმა ქალმა და ქართველმა კაცმა და ასე ამ დონეზე რომ მივა ყველა ხო აი ესეთი მე არ შეექნებათ ისეთი ეგრეთ წოდებული ხედვა არ ექნებათ რომ გინდა თუ არა მისაღები ვართ ყველასთვის კაი დაუშვათ და იმ მიუღებელმა ტიპმა იმ ნაცმა იმ კოცთან დაპირისპირებულმა როჟამ ახალგაზრდამ რა აიღო 200 ევრო ხო ვისგან აიღო ხაზარაძისგან აიღო თქვათ ნაცებისგან აიღო ვისგანაც არ უნდა აიღო კოცების მოწინააღმდეგე ელემენტისგან ის ხო ბიუჯეტს არ გამოაგდა კი ცუდია მორალის საქმეა და არასწორია თუ ასე იყო მაგრამ გეტყვი და მე არავისგან არ ამიღია ფული მაგრამ უცაბუზალაძე შენდე დაშევეცი აგერ გეუბნები ხო თუ გაბრაზებულმა კაცმა მოვიდა და დაუზახა ჩათლახო ამას აქ იმის უფლება თურმე გამიგე გამოვიდეს აქ და უძახოს ვიღაცა შენ ფული გაქვს ამაში აღებული შენ დამოტყნულო შენ არა გაქვს ივანიშვილის მოწონებაში ფული აღებული როგორ არა გაქვს 18000 20000 25000 და ივანიშვილის ბიუჯეტიდან კი არა გაქვს მაგ ფული აღებული გაქვს იმ ხალხის ბიუჯეტიდან რომელი ერშიც 800 ბავშვის შიმშილით ყდება სადაც ზუგდიდში ელემენტარული ორი ბავშვი დაეწვა დედას იმის გულისთვის რომ ღამის სმენაში ფაბრიკაში იყო გადავარდნილი და მუშაობდა რომ ფული არ კმაროდა ბავშვებს რო ეჭმიან შენი დედა მოვთხან შენ აბოზვა რო პროპაგანდონო შენ და ვინმე თუ ფული აიღო რომ დედის ტრაკი გაგინოს მაგია გრეხი იმას ქვეყნის ბიუჯეტიდან მაინც არ აუღია ფული და შენ ამ ქვეყნის ბიუჯეტს პირდაპირ წურბელასავით წოვს სისხლს და შენ უნდა იყო ჩემთვის მისაღები რატომ უნდა იყო ჩემთვის მისაღები ყველას რო ასეთი მიდგომა გქონოდეს და მიდგომა გქონდეს ამათ მიმართ ესენი ესეთები ვერ იქნებიან უბრალოდ არ მიეცემათ საშუალება მაგრამ ჩვენ ვაძლევთ ამათ იმის უფლებას რომ აი ესე მოგვექცნენ ეს დედამოტყნულები რა მნიშვნელობა აქვს მე ჯერ ერთი რას ცეკვავ ასეც და რას მღერი და რას ტრიფტის საკეთებ მაგის დედაც მოვთხან თუ ესეთი რა ხარ ბოლო რომ 25000-ად გტყნავდეს მთელი ერი და 18000-ად გტყნავდეს და 20000-ად გტყნავდეს მთელი ერი და კმაყოფილი იყოს პლუს რა შენი დედა როგორ არ უნდა ვაგინო ამას და როგორ არ უნდა ვაგინო ყველა იმას ვინც ამის მიმდევარია რა ამ საძაგელი არსების რა გამოვა კვარაცხელიას გამოდებს ხელს იქეთ გავა ვიღაცა მოჭიდავეს გამოდებს ხელს მაგარია ნუცა ჩვენი ქვეყნის სიამაყეა ნუცა რატოა ჩვენი ქვეყნის სიამაყე რა გააკეთა ერისთვის ხალხისთვის რაღაცა იმაზე სტრიპტიზი რო იცეკვა იმაზე სცენაზე და ეხლა რო ფატრავს საზოგადოებას რამდენი ხართ მაგნარი ნაბოზვარი გამოჭდით კიდე რამდენი ატარებთ ივანიშვილის ტრუსიკი თქვენი დედავატირე და ეხლა ამის ლაპარაკია კიდე გრეხი ვიღაცას ეს არ მოწონს ლოგიკა არ მოწონს ჭი წადი ბიძია გადართ ეგ ნანუკა შოუს უყურე აგერ ინგა გრიგოლიას უყურე აგერ კიდე სხვა ნაბოზრები არიან რამდენი არიან იცი და დაკმაყოფილდით თქვენ სუსის ჩათლახებო ეს რო გამოათრევენ ამ ხრონგ ქალებს ბიჭო სად ნახულობენ ამ საზიზღარ დედაკაცებს აი პროსტო რამდენჯერ მინდა რომ თითოეულ მათგანს წავყვე და გავცე პასუხი არიან ეგეთები პირდაპირ გრძნობ კაცო მე მაგათ ვინც არიან ვიცნობ თან რა რომელი არის ელემენტი და რომელი ატარებს ნარატივს რა ეს ესთეტიკის ამბავია კიდე ხმე ვისაც მოსწონს არ მოსწონს მართლა ასე ხო არ შევეხები ქალი იმიტომ არ უნდა გაიგდო საჯაროდ ფიზიკური მდგომარეობა როგორ აქვს მე მაგაზე არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ საზოგადოებისთვის საშიში არ უნდა იყოს თუ ჩემი ქვეყნის ბიუჯეტს ესე ფატრავს გამიგე 80000 40000 25000 18000 მაშინ შეგეხების მაო შენ საზოგადოების მტერი ხარ თუ არა ეს პირადი საკითხია ახლა ვის მოსწონს ვის არ მოსწონს მაგის მუსიკა და ახლა ვისაც მოგწონთ ეგ ბუსალაძე ხო ღმერთმა ცხოვრებაში არ მოგასმენიოთ უკეთესი და გასაგებია სპილომ დაგაჯვათ ყურზე და თქვენი პრობლემა არის ეს დღეს აგერ პადმასკოვიაში წაიკუზა აგერ ხვალ იმაში ამერიკის ნიუ-იორკის რომელიღაცა შტატში ტრაქს გადმოაგდებს და ზუზუს დამანახებს და ესე კი ჩემთვის უნდა იყოს ეს მიზაღები თუ არ მიზაღები
შეიქმნა სტანდარტი სამოქალაქო, რა არის ერისთვის და ხალხისთვის მისაღები და რა არ არის მისაღები. ჯობია ჩვენ ამაზე დავიწყოთ ლაპარაკი. ჯობია ესეთი თემები გახდეს ავთენტური. ბავშვებიო გიყურებენ და ყლეობებს ბაზროფო ვიღაცა ვინმე ლაპარაკება ამას იცი უკვე გაგა ჩინჩარა არ ვიცი სახელი შეიძლება სწორად წავიკითხე მაგრამ გვარი ნამდვილად არ ამგონია ესეთი გვარი არ არის და სომეხი თუ ამის დედას შევეცი ამას ქართული ტკივილი 100 წელი გულთან არ ექნება მიტანილი ამიტომ აი ესეთ კლეებს სადაც დავინახავ პირდაპირ დავბლოკავ ამის დედას შევეცი რა ხო რა უნდა ვთქვა არ ვიცი ხა ყველას თავისი შეხედულებები აქვს ამ და გააზრებები ამ ყველაფერთან მაგრამ არ მინდა რა ჩემი ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში იყოს რა არ მინდა ჩემი ქვეყანა ჩავარდნილი იყოს ამათ მონობაში არ მინდა ჩემი ქვეყანა ჩავარდნილი იყოს აი ესეთ ტრაურში რა მდგომარეობაში დღეს იმყოფება ამაზე მეტი ექსკლავაჟი რა არსებობს მონობა ჩვეულებრივი კაცო და გადმოდებენ ამ იმისი რა ქვია ვერა ივანიშვილის სურათებს თავის ცოლთან ერთად როგორ სეირნობს მაგარი ბიჭია სელფი დაადო ადრეც მაგარი ბიჭი იყო ვიღაცას კომენტარებში გაეკიდებოდა და მე დედის მუტელს რო შეაგინებდნენ ღარიბას გააგზავნი და პოლიციის მიგალკით გასალახა და იქეთ კიდე სხვას გააგზავნი და მიგალკით გასალახა და აი ესეთი დაწინაურებული კლასია რა ჩვენ ქვეყანაში ფეოდალიზმია ჩვეულებრივი ფეოდალიზმია მეტი კი არაფერი არ არის აქეთ გამოხვალ გინდა რაღაცას ელემენტარულს შეავლო თვალი რას გინდა რომ შეავლო თვალი რა გინდა რომ დაინახო ყველა ქმნის რაღაცა თავის ასარგებლო მარაზმს ის ცნობილი ნარკობარიგაროა ლელა წურწუმია თურმე ლელა მიმღერა და ჰონორალი ქონია ლელას და დაპატიმრებულ ხას გადასცა და ვაიმე რამხელა დარდში ვართ ერი ეხლა აგერ საზოგადოებაზე გული შეტკივა თურმე და აგერ მამულიჩა გამოვა კიდე და მე რა 11000 ერთ ღამეში გაყიდის ბომონჩი ამოიღებს თეთრი ნარკოტიკი დედას მოუტყნავს ერთს და დაიჭერენ თუ არა მე ლელა მუტელს გაათამაშებს და გამოუშვებს ხვალედილას და აი ბიჭო ვიღაცა გამოდგება აგერ შენ რა ყველას აგინებ იტყვის და ავშენდებით აგერ მე თუ გავჩუმდები გამიგე სიმართლეს თუ არ ვიტყვი თურმე ეგ არის პრობლემა რამდენი რამის დანახვა შეიძლება და შეხედვა შეიძლება განსხვავებული თვალით რამდენი რამის აღქმა არის საჭირო სწორად და რამდენი რამის გადმოცემა არის სწორად ძალიან ბევრი რამის მიდევნებაა საჭირო და ძალიან ბევრ რამეზე აქცენტი გასაკეთებელი კი ეს არის ეს ჩემს სათქმელს რომ სხვა ვერავინ ვერ იტყვის ყოველთვის ეს მაწუხებდა და ყოველთვის ეს მაწუხებს და ყოველთვის ეს მტყივა და ამიტომ არ მე ანთებული და ამიტომ არ მე გამოწვევაში რომ სიმართლე ვილაპარაკო თუ არა პრობლემა კი არ არის სიჩუმე ჩემი პრობლემა არ არის სიჩუმე ჩემი ერის პრობლემა სიჩუმე და ჩემი ერის პრობლემა რომ ჩემი პრობლემაა ზუსტად ამიტომ ვლაპარაკობ მე ესაა სიმართლე მე აქ არავის არ ვაიძულებ დადგეს და უსვინოს ეს ყველაფერი არავის არ ვაიძულებ უდაოდ ეს იძულება არა ნახველი ყავს ამას გამგონი ყავს სიმართლეს ესეთი ადამიანის ბუნება შეიძლება თვითონ ვერ ამბობდეს მაგრამ მიდრეკილია სიმართლისკენ როგორც ბევრია უსამართლობისკენ და ბოროტებისკენ მიდრეკილი ისე ბევრია მოდრეკილი სიმართლისკენ და ბევრი ისმენს ამ სიმართლეს რა ვქნა ადამიანები ყველა თავისი ხასიათით ავარ ზოგს ბოზობა უყვარს ზოგს ჩახტლახობა უყვარს ზოგს მეორეს ტანჯვა უყვარს ზოგს სიმართლის ლაპარაკი უყვარს მე მიყვარს სიმართლის ლაპარაკი აი ამით ავარ მოწამლული ქოცები რამდენი წელი გავიდა უკვე რაც იძულებით ქვეყანა დამატოვებიეს და ერთ რაღაცას კი ვიმედოვნებდი არ დაგიმალავთ რა რაღაცა მქონდა იმის განცდა რომ თუნდაც აი ცოტა რაღაცა შეიცვლება უკეთესი რა თუნდაც რაღაცა გაუმჯობესდება თუნდაც რაღაცაში ვიქნებით წარმატებულები ქვეყანაში რაღაცას დაემსგავსება არა ისევ რეგრესი ისევ უკუსლა ისევ ერთმანეთის ჭამა ისევ ქურდობა საზოგადოების
ისევ ტყუილი და ისევ სიცრუე. აი დედა, როგორ მეწოდება ეს გასაცოდავებული ხალხი, რომ აი ამ ხელას უძლებს რა. მე რო აქედან დავდგე გულახდილად გეუბნებით და აი ხო რა, ვილანძღო იმის მიმართულებით, რომ აი ახლა რაღაცა სოფელში 5 შვილის დედა აქციაზე რატო არ გამოდის და მის უფლებებს არ ითხოვს. არასწორი იქნება. აი ვინ უნდა დაძრას, ვინ უნდა შეძრას, ბევრი სვამს თქვენგან კითხვას რა. რა არის მაშინ გამოსავალი რა არის, იცი? აი შეგნებული ელიტა, ვისაც თავი მიგაჩნიათ შეგნებულ ელიტა. ვისაც გააქვთ იმის საშუალება ერთი დღით, ორი დღით თუნდაც, ხო? თქვენ მეგობარს პული გაუნაწილოთ, რომ შეიქმნას ქვეყანაში ვინმესთან მიუკერძოვებელი აზრი. აი თქვენ უნდა აგეღოთ ვიზია ეს ყველაფერი თქვენ თავზე. ხო, ამ ხალხს იმას ველაპარაკები, ვინც არსად არ ჩანს. ვისაც აქვს ორი პური და შეუძლია მეზობელს მისცეს ერთი პური. აი მაგალითად, რა ფიგურალურად რო გითხრათ. თქვენ ამის გაკეთება ბევრს არ გინდათ, ან გეშინიათ. უნდა გადალახოთ ეს ყველაფერი რა. უნდა გადალახოთ ყველაფერი. ამას არ უნდა დიდი ორგანიზება. ბიჭო, სულ ამბობ ამას და სულ ვიტყვი ამას, რა სოფელში ვიღაცა როკვდება, სოფელი იღებს თავზე ვალდებულებას, ნახოს თავი კაცი, მოძებნოს, თავი მოუყაროს ასეთ ადამიანებს, შეაგროვოს. რაც შესაგროვებელია, საზოგადოება იჩენს გულისხმიერებას, დგება ჭირის უფალის გვერდზე. თუ ქვეყანა გვეღუპება. ამაზე დიდი მიცვალებული არ შეიძლება ვინმე სყავდეს სახლში, მთელი ქვეყანა არის მკვდარი. ვისელოდებით თქვენ რატო დაკარგეთ თქვენ ქართული წესი რატო დაკარგეთ ქართული წესი ქართული წესი ესეთია მიცვალებულს ასვენებენ ოღონ მიცვალებულ უნდა გასვენდეს ღირსეულად და გავიწყდათ ეს როგორ კეთდება ვიცი ამიტომ სანამდე ხართ ფეხზე სანამდე შეგიძლიათ მოძებნეთ ერთმანეთი, დაინახეთ ერთმანეთი. ნაცების, ქოცების, ხაზარაძეების და დამოტყნული გახარგების გარეშე. მე რა უნდა შემეძლოს, რაც შემიძლია მაქსიმალურად გავაკეთებ. მე გეტყვით გულახდილად. იმ სიმართლის გამო, რაც მე ქოცებმა და ნაცებმა დამმართეს ერთად. ჩემს ირგვლივ რო დამენახათ 15 კაცი, ხო? მე დღეს ქვეყნიდან არ ვიქნებოდი წამოსული. სიმართლის გვერდზე მდგომი რო არავინ არ იყო, მაგან გამხადა იძულებული. რო თავი გადამერჩინა. და მე ვიღაცა ნაბოზვარს ბოდიშს იმის გულისთვის არ გადაუხდი, რომ დღეს ცოცხალი. ხალხო, ერთმანეთს შეხედეთ. ისწავლეთ ერთმანეთის გვერდში დგომა, თორე ესენი არიან უსასრულო ბოროტება, ისეთივე უსასრულოა, როგორც იკეთე. ჩვეულებრივ ეს არის გრადაცია ჩვენი ცხოვრების რა. ეს არის მუდმივი ომი კეთილსა და ბოროტს შორის. ეს ომი არ დამთავრდება. გამორიცხულია ეს ომი დამთავრდეს. მეცაც გეტყვით ეს არის ბიბლიური ომი ბოროტსა და კეთილს შორის. მე მეტი რა უნდა გითხრათ. ამათ ხალხის მოტყუება, ხალხის მონობაში ყოფნა და გაჭირვებაში ჩაგდება აქ რიტუალად, ჩვეულებრივ რიტუალად აღებული. ნუ აქცევთ თქვენ ამ რიტუალს ამათთვის საზეიმო დღესასწაულად. შეუშალეთ ხელი. შეუშალეთ იმ ახალგაზრდებს ვეუბნები, აგერ მიტინგზე რო არიან და გასაგებია მე მესმის იქ ბევრი პატიოსანი ადამიანია და აბერს ამოვიდა კისერში ყველაფერი, მაგრამ თქვენ ხო კარგად იცით ახლა ვინც მაგა ხართ, აი იქ ორნაბიჯს რო გაივლით გვერდზე, იქ დგანან ჩათლახების მთელი არმია. თინა ბოკუჩავები, ნაცები, ქოცების აგენტები უბრალოდ მთელი ჩათლახები რა. რატომ არ გამოდიხართ და რატო არ ამბობთ გააჯვით? რომელ ერთიანობაზეა ლაპარაკი? ხაზარაძესთან ერთიანობა ვის მოუტანს ყველაფერს კარგს? როდის მერე იყო დაიწყეს უკვე ამათმა ლაპარაკი, თქვენი გაყიდვა დაიწყეს. საპარლამენტო დაფინანსებები აიღეს, ხელფასები ჩაერიცხათ, ყველაფერი გავიდნენ, სხვა ასტრალში არიან.
თქვენ ისევ გაიყიდებით, ამიტომ რომ არ გაიყიდოთ. დღეს საცი იმას რა ქვია, ხაზარაძის ნაყიდ საცივს ხმელი პური გერჩინოთ. და გაიტანეთ სიმართლე, დადევით გეგმა და უფრო ბევრს მიაღწევთ. თქვენ ვერ მოგიძებნით ხელისუფლება კომპრომეტირების მუხლს. როცა ამათთან იქნებით გვერდზე, თქვენ ყოველთვის იქნებით დამარცხებულები. მე ამის თქვა მინდა, მეც ვერავის აქედან ვერაფერს ვერ უკარნახებ, ყველას თავისი სინდისი და ნამუსი აქვს და ყველა მიცხოვრობს თავის სინდისით და ნამუსით, მაგრამ ეხა არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა გამოდგეს ყველაფერი. თქვენ ესა ცუდი წაიყვანოთ, უარასი მოიყვანოთ, ესე არ გამოვა რა. ამიტომ როდესაც მე უყურებ ამას, გული მტკივა. არ მინდა შევეხო ამ მიტინგების რაღაცა მსვლელობას და არ მინდა რომ ჩემი სიტყვებით მოხდეს სრულად პროცესის დისკრედიტაცია. არ მინდა, იმიტომ რომ თუნდაც აი ერთი ადამიანი რო იყოს იქ პატიოსანი ხო, მე მაგრად მიჭირს რომ იმის მიმართ რაღაცა ისეთი სიტყვა ვიხმარო ან თქვა, რომელიც გულს გაუტეხს ხო? არ შეიძლება ადამიანში წახდეს იმედი და ყოველთვის მჯერა და ყოველთვის მწავს სრულ ოცნებას, ჯობია იცხოვრო აბსტრაქტული იმედით, მაგრამ სიმართლეა ხო? აი თუნდაც მაგ ერთი ადამიანის გულისთვის, არა მარტო მაგ აქციაზე, ზოგადად სხვაგან შეიძლება ლაპარაკი და ღირს თავგანწირვა და სიმართლის მიწოდება ყველასთვის. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დღევანდელ ოპოზიციასთან ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მათ ეს ბატლი არა აქვთ მიღებული საკუთარ თავზე. ეს მინდის ბრძოლა მხოლოდ თანხების გადასანაცვლებლად. ერმა უნდა მიხვდეს ამას. შეიძლება გავიდეს კიდე რამოდენიმე წელიწადი და დააყენოს ეს დღის წესრიგში ამის გამკლავება, მაგრამ მანამდე სანამ ამაზე არ იქნება რეგულარული ლაპარაკი და ცნობიერებამდე დასვლა ამ ხალხის ასე მარტივად არ მოხდება. თუმცა ვფიქრობ, რომ პროცესები მიდის სათანადოდ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ვინც უყურებს ახლა ამ ვიდეო ბლოგს, ყველას მიმართავ ამას. მოიწონოს, გააზიაროს ის და მიაწვედოს სახელმწიფოებრივი აზროვნება ყველას. მე შეიძლება ბრუტალურად ლაპარაკობ, მაგრამ როდესაც შენ ფატალური შედეგი გიდგება და ყოფნა არ ყოფნის საკითხი გიდგას, ვერ დადგები და მტერს ვერ მოეფერები რა. მე არ ვიცი როგორი მართლობა გვაქვს ჩვენ რა ფორმას ვიღებთ ზოგადად სახელმწიფოებს, მაგრამ ძველ რომში, სადაც რა ვიცი იდეალური ფორმის დემოკრატია იყო, რომელზეც მე განვითარდა დემოკრატიული ფორმები მართლობის, ხო? როდესაც უდგათ ისეთი დღე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მეთაური წყვეტ და ყველაფერს, ხო? ის ხდებოდა აბსოლუტური მართველი ყველაფრის. და დიქტაცია იღებდა ხელში. რომ თავდებოდა პროცესები, რამ ძალაუფლებას ისევ აბარებდა სენატს ხალხს. ჩვენ ერთმანეთის მიმართ მაინც ვისწავლოთ ესეთი მიდგომები, ძალიან რეალური და მკაფიო მაგალითები გვაქვს ის ჩვენი ისტორიიდან, სოფლიო ისტორიიდან და ზოგადად რა, კაცობრიობის ცხოვრებიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ მაგალითის გამოტანა, ჩვენ ახალგაზრდა თაობა არის ისეთი, რომელსაც შეუძლია მაგალითებიდან სწორი ხაზის აღება და სწორი რა ვიცი ხო სწორი გამოსავლის ნახვა შეიძლება, მაგრამ არა მევახშეებთან და არა გასრულ ადამიანებთან. და ამას უნდა სულ ჩიშინი, ამას უნდა სულ ლაპარაკი, თორე ვიღაცა დაიჯერებს, რომ ხაზარაძე თეთრია და არ არის თეთრი. ბინზურია, შავია და სუნიანიც. მადლობთ ყურადღებისთვის.